კალა ბოდიში შეიძლება რომ ის აბაროტი აიღო კალა ბოდიში ჰოკეიში ამერიკამ რა ფინალი მოიგო ნახე ტატო ამერიკამ ვაიმე ბიჭო მართლა მოიგეს ბიჭო ჰოკეის დედას არ აუ ეგ როგორ გამომეპარა ბიჭო მართლა როგორი თემა არის ბავშვობაში ბიძაჩემმა მოიპარა საფრანგეთში Nintendo 64 რაღაცა და სამი კასეტა მოყვა რაღაცა და ერთ-ერთი იყო ჰოკეი და თამაში მაგრა ასწორებდა ფილადელფია და რაღაცა ვეინ გრეცკის 2000 რაღაცის ის იყო ედიშენი შვეიცარიასთან მოუგიათ თან ბიჭო 1-0 მორჩა? ჯერ ჰოკეის დედა შევეს და 1-0 რომ თავდება თამაში შეჭემა. აუ, რამდენი წუთიანია? რა? ჰოკეი. პერიოდი არის 20 წუთი. და ორი პერიოდია თუ რამდენი? 3? 3 წავსტრანიცე. ზალსტრანია, 60 წუთი მინდოდა და ერთი შაიბა გავიდა. ანუ ვიღაცას შანსი აღარ ეძებდა ბოლოში. ოვერტაიმში გავიდა ის. მოგონ მალევე მეორე წუთი იყო 60 წუთი როგორ დასრიალებენ ესენი ერთოს და ეკეთქებიან თავით შეჭემა კაი რა აუ და მაღაზე უარესი ის არის ამერიკული ფეხბურთი არა ანუ რო რთავდა სულ ბურგერის რეკლამას რო უყურებ თამაში რო არ არის ბიჭო ეგ მირჩევნია მართლა აუ შენ ბურგერის რეკლამა გირჩევნია ხო აუ რა NBA-საც მაგიტო ვერ უყურებ რო აი უცბად რო ანუ დიდი McDonald's-ის რეკლამა რა და პატარაზე კალათბურთი რომ მიდის იქ შუაში სადღაც ბიჭო თქვენ ახლა კიდია რატო შევიდა ვიკიპედიაზე ეს არის არა გადავამოწმე რაღაც შვეიცარიამ წააგო მეხუთე ფინალი უკვე აი მაინტერესებდა რა ანუ ტიპები ძალიან მეწოდებიან სულ ფინალში გადიან შემა აგებენ ვერ მოიგეს ვერც ამერიკა რო ჩემპიონი გახდა ეს ამხელა ამბავია იცი ხო წინაზე ლაპარაკობდი რომ უბედურები არიან ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ მესამედ ბიჭო და თან პირველად 1009 აი იასნი იყო რომ ჩემპიონები ფული უნდა დამეტო რა იასნი იყო რომ ჩემპიონები გახდებოდნენ ესეთი სეზონია ბიჭო ტოტენჰემმა რო ევროპა ლიგა მოიგო და კრისტალ პალასმა ჩასი ჯიგრები ხართ რა გინაცვალეთ აი ჩახედე კეინმა ტურნირი 1960 წელს ქონდა მოგებული ბოლოს მსოფლიო ჩემპიონი ყოველ წელს იმართება ყოველ წელს ტარდება ის კი არა იყო წელიწადში ხონდა რაღაც ყოველ წელს 65 მსოფლიო ჩემპიონატი ესე გევასება შეჩემა ესე გევა რა გავისტო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მეტი რას უნდა უყურო წელიწადში შეყლეობა ეხლა მოვიდო წელიწადში ერთხელ დაждდა და უყურო შეჩემა ფინალს არა რა არ მახსოვდა აი შეხარ აფერისტი შეჩემა არ მახსოვდა თქო ბიჭო როგორ შეიძლება რა აფერისტი შეჩემა გევასება ბოლო ხაზზე შევიცხადე რომ ამერიკა გევასება რაღაც ჰოკეი და ამერიკა აფერისტი ჯოიღო ვიტყოდი რა ხო ნახე რა ნახე თქო მოვიტყუებოდი შეჩემა არა ეგეთი აფერისტი არა ხო რაღაცას ვიტყოდი რა ბიჭო ხომ არა ნახე აფერისტი იმიტომ რომ არ გევასება ესე იგი რა ჰოკეიში რატო არა NFL-ს უყურებ ბიჭო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ხონდა უყურო ბიჭო არ არის მსოფლიო ჩემპიონატი ეგეთი თესლი მოვლენა როგორც ფეხბურთის NBA-ის პონტია რა ბიჭო მე ხავს უყურებ წელიწადში ერთხელ ფინალს აი რაღაცა მსოფლიო ჩემპიონატის ბიჭო დამავიწყდა ყოველ წელს არის და ცოტნე საკ ნახე ამ სეზონში 40 ფეხბურთი მაინც მინიმუმ ავიგე და ვერ იტანს და შენ ჰოკეიზე ლაპარაკობს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არ ნახე შეჩემ მსოფლიო ჩემპიონატი ეს მსოფლიო ჩემპიონატი მიდიოდა ვაფშე გავიგე მეოთხე ფინალში კანადამ რო წააგო შეჩემ პაულიკა მომწერა რომ კანადამ ნახე როგორ წააგო დანიასთანო და შევედი და ნახე რომ დანიასთან წაუგიათ მე როგორც 70 და დანიას კოეფიციენტი თუ მოუგო დვააძინ ჩემში დაკარგე პატივისცემა დაკარგე როგორც ჰოკეის მიმომხილველის და ანალიტიკოსის ახლა ეს რა მითხარით გადაცემაში რა აკაუნტ მესვლა რეცკიზე და იმაზე რომ ლაპარაკობდი გისმენდი რომ მეთქი აი რაღაცა ემოციურად ლაპარაკობდი სოფლიო ჩემპიონატის ფინალი არ ნახე ანუ ძალიან კაია რომ არ ნახე შეჩემ მაგის დედა შემეცი მართლა მაგრამ ერთი შაიბა რო გავიდა თან ოუ ჩემი ვინმე ტომსონმა გაიდანა არ ვიცი ვინ არის ბიჭო რა ჰოკეი კაი რამდენი გასართობია შეჩება რა აუ შენ მაგას როგორ მოკავს არგუმენტად შეჩება რამდენი გასართობია შეგვიძლია ამერიკის თემას გავყვეთ რა ბიჭო საინტერესოა ნახე ამერიკა არის საინტერესო არის ჰოკეის სამშობლო არ არის მაგრამ ისე საინტერესოა რომ უყურო ალიასკას ნაწილი მაგათია ხო და ტიპებს ორჯერ ქონდა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული ერთხელ 33-ში და მეორედ 60-ში რომ მოიგეს ჰოკეის ჩემპიონატი არ მოუგეთ რეალურად ოლიმპიადა მოიგეს მაგ წელს და პროსტა ოლიმპიადა ადრე ეგრე იყო რომ ოლიმპიადა ზამთრის ოლიმპიადას თუ იგებდი მსოფლიო ჩემპიონატად გეთვლებოდა რა და ეგ აქვს მოგებული რეალურად მაგრამ 65 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში ნიშნავს ფეხბურთში არის 240 წელია 240 წელი არის არა მეტი ბოდიში 260 წელი
იმიტომ ყოველ წელს არის მაგაში, ხო? ანუ 65 მსოფლიო ჩემპიონატი რო აიღო რა, 65 მსოფლიო ჩემპიონატი არ ქონათ მოგებული ამერიკას ბიჭო. პატარა რაღაც ვამბობდი მართლა დიდი ხანი არ წავიღე და ხო, არ იცოდი მაგრამ მე მაგხელა საერთო ბადეს არ ვიყავ კომენტატორ როგორც შე. ბიჭო რა, შეჭება ბიჭო. ერთი წამით რა. არაც მაფიიდან შენ დეტექტივი იყავით რა იყო ეგ უფრო მნიშვნელოვანი როლი და 65 წელიწად ჩემპიონი არის. შენი მაყურებელი ვინც არის ხა მაფიის მაყურებელი უფრო მეტია კომუნიტიში ვიდრე ჰოკეის. ბევრად. თან ჰოკეის კიდე მსოფლიო ჩემპიონატის ჰოკეის კიდე უფრო ნაკლები არის. მეცაც გეტყვი აი სამი კაცი ვარ და ჰოკეის ფინალი არავის არ ვინახავს და მაფიის თამაშები რაღაცები აი მე просто აღნიშნე ის რომ ამ გადაცემაში ძალიან ხშირად წლების განმავლობაში მithქვამს თან ამდენჯერმე მithქვამს რომ ამერიკა რა სიგიჟეა რომ 60 რაღაცა წელი 60 პლუს წელი ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონი არაა და ძლივს აგერ გამხდარა და ლოგიკურია რომ გახდა წელს როდესაც ამდენი სენსაცია მოხდა